სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია, რა როლი ჰქონდა ამ საქმეში გლდანის ციხის იმდროინდელ უფროს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღი დაღუპული 2 დღის წინ ახეს. ასევე არაფერი უთქვამ ჩუამავალზე, ვისი დახმარებით გავიდა კონტაქტზე ბაჩიაშვილი ქემოკლიძესთან. სუსის ნაცვლად ეს ოცნების პროპაგანდისტულმა პოსტივიმ გვითხრა. მათ დანაშაულში თანამონაწილედ ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი დაასახელეს. თითქოს და იურისტია შუამავალი ქემოკლიძე ბაჩიაშვილს შორის. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ადვოკატს ძალოვანი უწყებიდან დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზეც დაიბარეს. 18 საათსა და 55 წუთზე მოვიდნენ სუსის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს 19 საათზე. ვუთხარი რომ თანახმოვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბრალოდ შოკში ვარ. ციხეების ყოფილ მმართველს ქართული ოცნება ციხეში უშვებს. გიორგი ქემოკლიძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, რასაც არ აღიარებს. პენტენციური დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. Ერთ-ერთი ამ ეტაპზე რისი თქმა შეგვიძლია არის მის პოზიცია ბრალთან დაკავშირებით. ბრალს ის არ აღიარებს, წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავეს, სხვას დეტალებზე საუბარი უკვე შემდეგ გადავწყვეტ, შეგვეძლება თუ არ შეგვეძლება, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ გვაქვს 9 ტომიანი საქმე შესასწავლი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი ქემოკლიძეს ბაჩიაშვილთან კორუფციულ გარიგებას ედავება. გამოძიების მტკიცებით სწორედ ქემოკლიძეა ის მაღალჩინოსანი, ვინც ივანიშვილის პირად პატიმარს საკუთარი თავის ცემაში დაეხმარა. ამისათვის ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში კამერები გათიშა. შემდეგ კი იმისათვის რომ თავდასხმის ინსცენირება დაედგა, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე მასთან კახი მეტრეველი შეუშვა. ქემოკლიძის დაკავებას წინ მძიმე ამბავი უძღოდა. რამდენიმე საათით ადრე ბუნდოვან გარემოებაში დაღუპული იპოვეს გლდანის ციხის ყოფილი უფროსი. დავით გოგობერიშვილთან დაკავშირებით არ უთქვამს არაფერი. სანამ დააკავებდნენ მას წინადღით ის ნახეს ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილ. ვერც-ერთ სხვა დეტალებზე რაც შეეხება სხვა გარემოებებს, გარდა იმისა, რომ მხოლოდ ახლა შემიძლია რომ დაგიფიქსიროთ პოზიცია მისი, რომ ბრალსთან ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამ ეტაპზე სხვა დეტალებს სამწუხაროდ ვერ გაგცევთ პასუხს. ქემოკლიძე დუმილ სავარაუდოდ სასამართლო პროცესზე დაარღვევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელმაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა ბაჩიაშვილის ცემის საქმეში, ივანიშვილის პირადი პატიმარი აბსურდულს უწოდებს. ბრალდებული ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქემოკლიძე საერთოდ არ იცნობდა, მეტიც, მან არაერთხელ მიმართა პენტენციურ დეპარტამენტს სამარტო საკანში მოთავსების მოთხოვნით, რადგანაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა, თუმცა უწყებამ ბაჩიაშვილს ამაზე უარი უთხრა. გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული, უფრო მეტიც მან დაკავებული პირის სახელი და გვარი შეიტყო მხოლოდ სიუჟეტიდან და მანამდე არც იცოდა ამ პირის არსებობის შესახებ, თუმცა მე ძალიან გამიჭირდება ეხლა დეტალებში შესვლა სუსის ვერსიებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ არ ვიცნობთ ამ საქმის მასალებს, არ ვართ მხარე, ბაჩიაშვილის გამოძიება არ ედავება ასე ვთქვათ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას. პირველივე დღიდან მაგალითად ჩვენ ვაცხადებდით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვიდეო ჩანაწერების ამოღება. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო ჩანაწერები არის წაშლილი. ამას გარდა პირველივე დღიდან ჩვენ ვითხოვდით, რომ ბაჩიაშვილი მოთავსებულიყო განცალკავებით საკანში სხვა მსჯავრდებულებისგან დამოუკიდებლად, ვინაიდან თეორიულად შესაძლოა ყოფილიყო მსგავსი საფრთხეები. ესეც არ დაკმაყოფილდა. საინტერესოა ისიც, რომ გამქრალია იმ კამერის ჩანაწერები, რომელსაც ბაჩიაშვილზე თავდასხმა უნდა დაეფიქსირებინა. არადა ვიდეო მასალის გასაჯაროებას ბაჩიაშვილის ადვოკატები მომხდარი თავდასხმისთანავე ითხოვდნენ. დღეს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ჩანაწერები არ არსებობს, რადგან კამერები ციხეში პენტენციური დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის ბრძანებით გათიშეს. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გქს ბრძანებით ბაჩიაშვილის საკნის სამეთვალყურეო კამერები გათიშეს, რათა არ მომხდარიყო ვიდეო ჩანაწერის გაკეთება.